გადავწყვიტეთ, რომ ავაშენოთ აგარაკი. ხო. და ჩვენ ახლა ბავშვობაში იყო ესეთ ფინურ კოტეჯებს ეძახდნენ. ხის კოტეჯებს მნიშვნელობა აქვს, რა. პირველი ეგ შემოვიდა ფინურები. პირველი იყო, მაგრამ იყო უბრალოდ ხის კონსტრუქცია. და მეტი არაფერი, ანუ ზაფხულის სახლებს ეძახდნენ და ჩვენ გვინდოდა რომ უფრო ცოტა ისეთი აი თქვათ შემოდგომაზეც რომ გვესარგებლა აგარაკით და ვეძებთ ამ ფინურ კოტეჯებს, ასე ვთქვათ, რომ სად იყიდება და მივიდივარ და ვხედავ ხის კოტეჯები წერია. უი ლევან ვიპოვეთ, მგონი თქო და რა კარგია, მიდი გადადი, მიდი იკითხე, შენ მაგარი ხარ, მანანა, შენ ყველაფერს შეძებ. გადავდივარ და ვხედავ მაგარ გაკეზებს. ხო, მაქებს ისეთი მეც მგონია რომ მაგარი ვარ ძალიან, გადავედი და ქალბატონისის და მამაკაცი ცოტა ეს ხედანი ხის კოტეჯებია ვეკითხები. დიახ, ხის კოტეჯი. და იცით რა, აი როგორი კოტეჯებია მეოთხე, მყარი? რა ვიცი, მყარი კოტეჯები. და აი იცით რა მეთქი, აი იზოლაცია როგორი აქვს თქო. და მიყურებს რაღაცა, აი ხმის იზოლაცია, ან თბო იზოლაცია აქვს თქო, აი თუ სენდვიჩი რო ქვია მეთქი, აი ესე რო არის და რავი, აქამდე არავის არ უჩივლიანო და თუცებ გავიხედე, გამოვიხედე და ვხედავ რომ ვარ სხვაგან. სად? ბორდელში. ვთქვი რომ არავის არ უჩივლიანო, რა ვიცი, ხმაზე არავის არ უჩქარდაო და თან ეს ქალი ესე გადაგხედავს ამ კაცს და იყურება რომ ზის ჭოლა მანქანაში გელოდება. მელოდება ეს და ღელავს რო ნერვიულობს ესე ხელებს. აბა რა სიზამს ჩემი პრინცესაო გამირკვევს ეხა ყველაფერსო და ამოვედი და გადავფირდე და მივდივარ და რაო რა ფასიაო რაო რამდენ ხანში ავაშენებ თო ჭოლა მეკითხა გაჩუნდი ეხა მივდივარ ამანები ეხა თავი და წავედით ეხა აქედან ჩქარა თქო და ვიზულაცია კერა კლატ იმაში აი რა იფიქრეს აი ეხაც სულ ფიქრობ რას ფიქრობ ანუ არ მოეწონათ ხომა თქო იზოლაცია ხმაურია მაური რას ეძებენ ამისთანაც რას ხმაურობენ ამისთან რას აპირებენ ასეც რა იფიქრეს ეხაც არ ვიცი ამ ჩვენი ბორდის შეკრებები როა ხოლმე რა ამ ევროპის გულშემატკივართა კავშირის ხო და ვართ ბერლინში ჩვენი ამ ბორდის გარდა სათავო ოფისი ვინც არიან ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვინც არის ბერლინელი და არის ტენის ბორუსიას ფანი ტენის ბორუსია არის კლუბი მეხუთე ლიგაში თამაშობს გერმანიაში რა ხო მაგრამ ის არის ტენის ბორუსიას ფანი და გულშემატკივრობს ტენის ბორუსია ხო და ტენის ბორუსია ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი კლუბი იმიტომ რომ იქ რეზი არველაძე თამაშობდა თავი ადრე პატარა რო 90-იანებში ხო კახი კაჭარავა გელაინალიშვილი ეგენი თამაშობდა ხო და მივედით ამ ტენის ბორუსია სტადიონზე ეგეც ძალიან პატარა სტადიონი მეხუთე ლიგაშია რა ხო და ეგრე ვართ მოკლედ და დამთავრდა თამაში ხო და რო დამთავრდა მოდი ამ ენდიმ გითხრა ვისაც ყავდეთ მიყვანილო შევიდეთო ცოტა კიდე გავთბეთო რაღაცა ლუდი დავლიოთ ჭამოთო და მერე წავიდეთო უკვე ჩვენ სასტუმროში ოკეი შევიდო ეს ვხედავთ რა და რაღაც ლუდი მიდგას რაღაცას ჭამს სნეკებს თუ რაღაცა არ ვიცი ფრუშტუკუნებს რა ჯანდაბა ქვია აღარ მახსოვს რაღაცებს რა პატარა სოსისები და ისინი რო აქვს გემრიელესი რა ვიცი მე ხო და აი ამ ბუხონაში ვარ მოკლედ და ამას შევ და შემოვიდნენ ვიღაც ტიპი აი დაახლოებით მე და შენ რომ მანძილზე ვართ აი მაგ მანძილზე შემოვიდნენ ვიღაც ტიპები დასხდნენ ერთი ტიპი აი ეს რაღაც შენსავით აცვია მეორე სპორტულები აცვია მესამე ფეხბურთელის ფორმა აცვია და კიდე ხალხი ზის რა ნუ ჩვენ გარდა კიდე სხვებიც ხედან რა და მე ასე ლუცვა ეს დამიჯნენ წინ მეთქი ამათან დალევა უნდა იყურებენ ხო და მეთქი ამათ დალევა უნდა ის და ტიპა აბა შეგვიძლია დავიწყოთ პრეს კონფერენცია თუ გამწვრთნელი არის რა წვრთნელი არის გუნდის წვრთნელი არის და მოთამაშე მოიყვანა ერთად არა შემწეთ რაღაცა აბა დავიწყოთ პრეს კონფერენცია და აბა გისმენთ და მე ერთი ლუდი და აქ სოსისი მაქვს და ორა როგორ შეაფასებდი დღეს ეგრევე კითხვით გადავედი. რა ვაი, აი სიგიჟე იყო, ბიჭო, აი აქ არ ელოდები რა, ანუ
გონია რომ ჩვენ ვართ რა მარტო და ჭამსვავთ რა. რაღაც ოთახში ხარ. თურმე ხო და ანუ იმ ოთახში ხდება ჭამაც, პრესკონფერენციას, ყველაფერი. ეგეთი აქვს. ხო და აი შინაურ ჯიგრული აი სასწაული გონდი არის რა. გასტროლებზე ხო ბევრი კურიოზებია ხოლმე და საინტერესოა თავისთავად და კიდე რაღაცნაირი პროცესია ხო იცი გასტროლი და სხვა ქვეყანაში ჩასვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ერთი მახსენდება რუსთაველის თეატრის გასტროლები გვაქვს დიდი ბაქოში 4 სპექტაკლი მიგვაქვს მე წინასწარ ჩავედი დაგეგმარება ის ეს და ღამე ვიცი რომ მატარებლით უკვე დასი მოდის გზაშია ასე შემდეგ უცებ ღამის 2 საათია მირეკავს საზღვარზე ვართ ზალიკო და ნუ მაშინ უკვე ჩვენი საზღვრები მოწესრიგებული და ყველანაირად გამართული და საბაჟო გაკეთებული და ასე შემდეგ და საზღვარზე ვართო და ჟანრის პასპორტსო აღმოჩნდაო რომ ვადა გასულიო აუ რა უნდა ქნა ღამის 2 საათია ნუ ჩვენი საზღვარია და ეხლა რას იზავ ხო ურეკავ ნიკარურუას მინისტრი არის მაშინ კულტურის მინისტრი არის მაშინ და მაგარი ადამიანი ზოგადად და ურეკავ ნიკას და ვეუბნები რომ ნიკა მეთქი რაღაცა უნდა მიშველოთ თქო რა ესე ჟანრისა ნუ აქ ატყდა ერთი ამბავი ნიკა მე და გადარეკა მე მგონი პრეზიდენტი გააღვიძეს და საბაჟოს უფროსი და ყველა და ნუ ატყდა დიდი ამბავი და ურეკეს მერე ბაქოში ჩვენ ელჩს რო ეხლა ჟანრის საზღვარი გამოუშვებს მაგრამ 1 საათში პასპორტი დაუმზადე რომ მე საზღვარზე ანუ კონტროლია ქვეყნის და მაგრამ კაი საქართველოსთან გამოუშვებენ ხა აზერბაიჯანმაც ხოლმე შემოუშვოს უპასპორტო ადამიანს როგორ შემოუშვოს ფიქრობდა ნუ უნდა გადავდგა კიდე ერთი ნაბიჯი და დაურეკო აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს რომ შემოუშვა საზღვარზე და ნუ ახლა ღამის 2 საათზე როგორ დასარეკია კი ვიცნობ და ვეურთიერთები მაგრამ ნუ მაინც მინისტრია კაცო აზერბაიჯანის კულტურის ურეკავ ნუ извините მე ვთხარი გაწუხებთ ქართულად მოყვები გაწუხებთ ამ შუაღამისას მაგრამ პრობლემა გვაქვს საზღვარზე ჩვენ ერთ-ერთ მსახიობს პასპორტი არ აქვს какая проблема $50 есть ფორმილი გამივარდა ხელიდან მთელი საქართველოს ფეხზე დგას ჟანრი ლოლაშვილი საზღვარზე საქართველოსთან გამოატარო და $50 თურქეთში ზოგადად ჩემი პირველი წასვლა იყო ნაკრებზე წავედი თურქეთში ხა ჩვენ ნაკრები ხო ტრაბზონში იყო თამაში თურქეთი საქართველო და მაგაზე წავედით ბიჭები რა მე დრუპი შონზო შვილდაძე საღინაძე ჯანელა ბენე რა მოკლედ ჩვენი ის რა ქვია მეგობრები ხო და წავედით და ყველა ვერ ჩავედით რაღაც ნაწილი დათვრა ქობულეთში და დარჩა ხო და ბიჭო რო გადავდიოდით მესაზღვრე ნუ და მაშინ თურქეთის ნაკრები დედისკულა ნაკრები ყავს თურქეთს რა ხო რაღაც სოფლიოზე მესამე და რაღაცა იგა მესამე ადგილი რო აიღო მახსოვს მოკლედ სასწაული ნაკრები ყავთ რა და მესაზღვრე გვეუბნება რომ 3-0-ს მოგიგებთო რა ნუ კაი ჩვენ გადავედით ახლა ნუ გაგაბწარათ რა ხო რა რო აი რაღაცზე მიდიხართ რა აი 3-0-ს მოგიგე და ჩავედით ტრაბზონს ჩვენი ადგილები გვაქვს და ნუ გალიაში ვსხედვართ რა ეგეთი გალია რო თავს არ დაგვესხდნენ ისინი და დანარჩენი ატმოსფეროა სიგიჟე რო სასწაული ღრიალია აი თურქეთის სტადიონებზე რა ხდება ღმერთო და გვიფარე არის გადავარჩი 100-იანმა რო გაიტანა გოლი ჯანელა ხო იცი იატიპიცა გიორგი ჯანელიძე ხო გიორგი ჯანელიძე კაცების ხო როგორი მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრებას ეგეთია გოლი რო გავიტანეთ საღაც პირველი რიგიდან ამოვაწრი ესე გადავარდა სიხარბლის ესე ამოვიყვანათ ხო და წამოვით უკანა გზაზე მოვდივართ რა დამთავრდა იმავე ღამეს ერთ-ერთი დამთავრდა ხო იმავე ღამეს მოვდივარ და დახვდა ისევ ის მესაზღვრე რა თურქეთის ხარსავარ და დრუპი აი უნდა და რომ აი 3-0 ხო გითხრა იმამ და დრუპის უნდა რომ უთხრას რომ რა 3-0 ერთ-ერთი დამთავრდა და თურქული ხო ესე მიადგა და იაგან მე
მეტი ეგეთ ფრაზა ვერაფერი. იაგან. კურსელები ხა რაღაც არც ერთ არ ყავდა მანქანა და ნუ ერთ-ერთის მამა თხოვნიდა თავის შვილს ხოლმე და იყო ეს ყვითელი ვოლგა რა ტაქსის ვოლგები რო აი ბიზნეს კლასი რა ოღონდ ამ ვოლგას ყავდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება რა ანუ მოჭიდების სისტემა ცეპლენიას რო ეძახით რა და მუხრუჭის სისტემა ხო იმას აქვს თავისი სითხეები რა რომელთაც ეს ჰიდრავლიკურად მოქმედებს ხო და ერთში ეს ოღონდ აი მართლა არც აი ყველაფერი შემიძლია დავიფიცრო სრულ სიმართლეს ვამბობ. ერთში ეს ხა ლუდი სითხის მაგივრა. ცეპლენიის სითხე ლუდი და მუხრუჭი ეს ხა ზეთი, ოლეინა, ჩვეულებრივი. ანუ დაიცა. ჟიტკოსტის ან ორი ჟიტკოსტი ან მუშაობს რა. ერთხელ კახური ზეთის მოვსინჯეთ, ცოტა ის არის ხო ნაფლეთები აქვს მოყვება რა კახური ზეთს გაუფილტრავია და ეგ ცოტა ისე კარგად ვერ შვებოდა და აი ესეთი რაფინირებული მშვენივრად მუშაობს და ეს მოჭიდების სისტემა ცეპლენიაც ესე მომენტებში რო გათიშავდი ხო რა გადართო რა მექანიკა იყო. რო გათიშავდი რჩებოდა გათიშული. და აღარაფერი აღარ გაჩერებდა რა მოძრავ მანქანაში ვიყავი და მიდიოდი. მოკლედ ეგეთი ის ქონდა რა პროტოკოლი რა მშობლისგან დაბარებული რომ ანუ ბოლომდე აქეთ მარჯვნივ აიღებდი იმას რა ქვია საჭეს და იქ იყო რაღაცა ეგეთი მოსაშვები ძუძუკი ერქვა ესე გითხრეს რა და მოკლედ 10-იანი თუნდა 10-იანი გვეგდო ეხა იქ იმას მოუშვებდი რაღაცას გაასხავ და მოუჭერდი და ნუ ამ გასმაში მე ჩამატება კი წევდა ჰა ორა დააერებას მოუშვებდა და მე უკვე ისე მუშაობდა ეგეთი ამბავში ვართ რა და 14 ოქტომბერია მცხეთობაზე უნდა წავიდეთ საქეიფოთ მოკლედ კურსელები და რაღაცა საჭმელები რაღაც კონსერვები და კალბასების ძეხვები და რაღაცები გვაქვს რა სტუდენტებს როგორ შეეფერებათ მაგრამ გვაქვს რა ეხა ბლომად რაღაცები და საგურამოში მივდიოდით და აი მამკოდიდან უნდა ავიდეთ ჯერ სხვა ჭამიაში და იქიდან გადავიდეთ მე საგურამოში ეგეთი რეისი გვაქვს და იმ პერიოდში ვიღებდი მართვის მოწმობას რა და ჩაბარებული მაქვს თეორია და ტარება მაქვს ჩასაბარებელი რა და დამჯენს მაგას ვეკითხე ვეუბნები რომ გაიშნიკებს მაინც გამოვსდით მეთქი აქ არავინ არ დგას ზუსტად ვიცი მთელი ცხოვრება აქ ვისვენებდით ამ ტრასაზე მაგსიმუმ ხეთყეს რო ის ბრაკონიერულად ჭრიან იმათ აჩერებენ თო ჩვენაირებს და დამსვით ხო რა და დამსვა და რომ მივდივართ ეხა რა რაღაც პერიოდი კილომეტრი-ნახევარი ვიარე და იქ მამკოდასთან ესე ადიხარ ზევით აღმართი იწყება უკვე ტრასას რო უნდა შეუდგე და აქეთ არის რაღაცა პატარა ხევი მოდის და პატარა ხიდი გადადის მე მგონი გლდანულაა სოფელიდან იმისკენ და რომ მოუხვიე აღმართზე რო ადიხარ რომ შეუცვალო რა სიჩქარე და შეუცვალე სიჩქარე შეუცვალე არა შეუცვალე სიჩქარე და რომ გაითიშა და ჩარჩა რა და მგორდები უკან უნდა გავაჩერო რა რაღაცა ეს მანქანა რა გავიხედე სარკეში რომ მინდა რომ გასაქვნა რა რაღაცა მივაყენო სადმე და გავიხედე და მოდის აი გძელი 25 მეტრიანი ტრაილერი მომადგა უკნიდან რა წარმოიდგინე მოკლედ ამას რაღაცნაირად ავაცილებ წინა ბორბალზე ცოტა გავუსვი ცხვირი ოდნავ რა ეს შავი კვალი დარჩაზე და გავსდი ამ ტრაილერს და აი ამოვისუნთქე რომ მეთქი გადავრჩით მეთქი და უცებ აი კოსმოსური ხომალდივით ეს მანქანა ესე ტრიალდება და ზევით ვარსკვლავები ჩას და ჩავხრიგინდით რაღაცა ანუ ეს აყირავდა და ხევში ჩავგორდით ამ ხევში რა მოკლედ ამ ჩახრიგინების დროს ერთ-ერთ ჩემეგობა შეეშინდა სად გორდებოდით ეთყობა ის არ მიაქცია ყურადღება რა გეოგრაფიაში ვიყავით რა დიდად ხა ვერსად ვერ ჩავარდებოდი კიდე კაი მან ჩავარდით და ზევით არა იქ მართლა შეიძლება დავხოცილიყავით და ამ შეშინებულზე გააღო კარი და გადახტა რა რომ გადახტა ეს კარი თავში მოხდა ჩვენ ნელა ჩავხრიგინდით და გავჩერდით ესე წითელი აძინაცატის ჩონჩხი იყო იქ ხეობაში რა ჩარჩენილი რა ეგეც ჩავარდა ეგეც თავის იმაზე გავჩერდით ესე და რომ გადმოვედით რაღაცა ხა ვიფერთხებით ყველა ცოცხალი ვართ და ირგვლივ არის რა ხდება იცი რომ ამას ხო თავში კარი ხო მოხდა მაგრამ ირგვლივ აი ეს თელი ზედაპირი არის აი ამ ხელა ეკლიანი ჯაგები რა ეს უბედური ამაში თავისნებით ჩახტა შემი ანუ ამოფოფხდით როგორც იქნა ზევით და ეს მეკითხება რომ გეხოცები ერთ შემომხედეო რა ყურიო მაქო კიდე ყური აბიაო თუ არ მაბიაო და შეგზნება არ მოკლედ რაღაცნაირად იმას ვქენით მე მოვიკითხეთ ვიშეული აქედან ამოგვათრიოს და მივადექით ვიღაც საწყალს კაცს მქონდა შვილი ყავდა გარდაცვლილი ვისაც ეს კრანს რო ეძახიან ამწე ყავდა და ის მიგვასწავლეს მოგეხმარებათო და მოკლედ ამ კაცმა ამოგვათრევინა ეს როგორც იქნა და მე შეშინებულზე მეთქი რამე არ გაწყვეტილიყო ქვევით გეგონება ისე ხო გამართული მანქანა იყო და ბენზეცხლი არ მოგვეკიდოს თქო და მოდი დილამდე გავჩერდეთ და დილით მე წავიდეთ თქო და დავდექით იქ და საჭმელი ხო გქონდა და იქ უბნელი ბიჭები მოვიდნენ სასმელი შემოგვაშველეს და კაპოტზე მოკლედ კეიფი არ გავმაზეთ რა იქვე ვიკეიფეთ თელი ღამე გამკოდის ეგ ხო ეგ ჩვენი დროა ეხლა იმ პოლიტიკოსის სახელს და გვარს არ ვიტყვი მაგალითად მაგრამ ნუ ეგეთი ისტორია გქონდა რომ იმერეთში ჩავიდა და ნუ ადგილობრივი
პოლიტიკური ლიდერივით ვინც არის იქ ადგილზე წარმომადგენელი, მაგრამ ადგილობრივი. ეს ახლა ცენტრიდან არის ჩასული. ეს ცენტრალურ ოფისს წარმოადგენს, ის ადგილობრივია. რაღაც ათვალიერებენ მანქანაშიუზის გვერდით რა და იმ ადგილობრივმა უთხრა რომ გაგიშინაურდებითო ბატონო ჩემოვან, ახლა მაინც უფროსია თბილისთან არის ჩამოდი. გაგიშინაურდებითო ბატონო ჩამოვთო, კი ბატონო რა პრობლემა არის რაზე. თუ იცი რაზე ხარ მოსატყავი. გაუშინაურდა იქ. მოუგვარა იქ. თლათ პირდაპირ უთხრა რა ეხა ხო იცი რა გაგიშინაურდა რაც იყო სათქმელი მე პირდაპირ უთხრა. იმერეთი ამ ხრივ არის ყველაზე უფრო დატვირთული. ისეთ რაღაცებს ვკითხულობდი და ვიგებდი ჩემზე. ხო. რომ რამდენჯერმე წავიკითხავდი ხოლმე, ხო, ნამდვილად ვინმე სხვაზე ხო არ არის ლაპარაკი. მაგალითად ის რომ ავეჯი რო ვიყიდე პარლამენტის, რომელშიც მთლიანად გადავიხადე 900,000 ლარი, გადაყვანილი დოლარებში. აი ამ 900,000 ლარიდან 1 მილიონი ჯიბეს ჩავიდე. კაია კიდე ეს იყო ერთ-ერთი. 900 და ის ავეჯი? ის ავეჯი რო ჩამოვიდა არაფერი. ხო. მეორე იყო მაგალითად რომ მე დავანგრიე ქართული ეკონომიკა, იცოდი? რანაირად? არ ვიყიდე ქუთაისის ფაბრიკის ავეჯი. და ჩამოიშალა ეკონომიკა. იმიტომ რომ იტალიური ძალიან მაღალი ხარისხის დღესაც ცოცხალია და დგას. არაფერი ემართება, ისეთი ავეჯი ვიყიდე. ეს რაღაცებს ხო ვიგებდი. ხო. ერთი 9-ჯერ ვარ გათხოვილი. ჩუმად. ეს ჩუმად გათხოვება რატო იყო საჭირო, რატო ვის დაუმალავდი, არ ვიცი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ მეძინა ერთხელ დეჩემ გავაფრთხილე რომ ხვალ სამსახურში არ მივდივარ. არ გამაღვიდო თქო და ჩემმა ერთმა პადრუგამ დარეკა და გააღვიძე გინდა თუ არა. და გამაღვიძე, იფიქრე რომ რაღაცა ხდება. რა იყო მეთქი რომ ვკითხე არაფერი, კაი, გააგრძელე ძილიო და ვიფიქრე ეს გიჟია, რაზე გამაღვიდე თუ უნდა გავაგრძელო და მეთქე მითხარი რა ხდებათ. არა, მითხეს რომ ეხლაო ეკლესიაში ჯვარს იწერო და უნდა შემემოწმებინაო. ვიზე ვიწერდი ჯვარს ისიც უთხრეს. ხო, და უთხრეს, მაგას არ ვიტყვი და რას თავი უთხრეს, როგორ შენ არ წაგიყვანა მე ჯვარე და ის წაიყვანაო, ვიღაცა. ასე რომ ესეთებიც ყოფილა. მაგრამ ერთი ხა რაც გამახსენა და უნდა მოგიყვე, ახალ წელს 31 დეკემბერს თბილისში, აღარ ვახსოვს რომელი წელი იყო, სადღაც 2000-იანებში თბილისში იყვნენ ჩამოსულები საახალწლო საღამოს მართავდნენ შერატონ მეტეხში ბრაზილიის რაღაცა ჯგუფი იყო, მოცეკვავები და მომღერლები. ხო. ძალიან კაი საღამო იყო, ძალიან კაი დრო გავატარეთ. და რომ დამთავრდა კონცერტი უკვე გამთენიისკენ, უცებ ამ ჯგუფის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ეხლა ჩვენო მთელი ღამეა ვცეკვავდო მღერითო და ეხლა ეგრე არ გამოვაო, თქვენც უნდა იცეკვო და იმღეროთო. და ბრაზილიელებმა და ეს ყველა მონაწილეს სცენიდან გადმოხდა. ხო. და დაეტაკნენ ვიღაცებს და სტაცეს ხელი და წაიყვანეს საცეკვაოდ. ხო. ერთ-ერთი მეც მომვარდა. ხო, ერთ-ერთი. ამ ჯგუფის მოცეკვავეთაგანი. ხო. იყო აფროამერიკელი. ხო. და იმ ჯგუფში ასეთი მუქი ადამიანი არ იყო, ყველაზე მუქი ვინც იყო, ის დამეტაკა მაინდა-მაინც. ვცეკვავთ. ახალი წელია კარგ ხასიათზე ვარ, მიხარია რაღაცა და აი მე და ეს ადამიანი არ ვიცი სახელი და ვცეკვავთ. თუ მეტეხში და მის სიახლოვეს რამე ფოტოაპარატიანი იყო, მაშინ ჯერ ესე მობილურები რო იღებენ არ იყო და ყველა მოგვარდა და გვიღებს. ზოგი მარცხნიდან, ზოგი მარჯვნიდან, ზოგი ესე ზეთხადიდან აჭყაკუნებს რაღაცა და ამ ახალგაზრდა კაცმა მითხრა რომ აიო რას ნიშნავს რომ საქართველოსიო შავკანიანებიო იშვიათობაო. მაგრამ მე მიღებ. ყველა მე მიღებსო. იმდენად იშვიათად უნახავთ შეხედე, აი არავის სხვას არ უღებენ, ყველა მე მიღებს ფოტოსო და კი მეთქი უთხარ, ხო არ მეტყოდი რომ შენ ვის დაკარგვი ხარ. ხო. კი მე უთხარ შენ გიღებენ ნამდვილად, ხო. დამთავრდა
ეს ცეკვა წამოვედით სახში და გამოვიდა მე მაშინ გამოდიოდა ესეთი ჟურნალები სარკე ფილისელები და რაღაცები გზა და ასე შემდეგ ყველგან ხო პირველ გვერდზე დიდი ასოებით ვისთან გაატარა ახალი წლის ღამე ხათუნა გოგონიშვილმა კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი თუ არ გადაფურცლავდი ამ ჟურნალს და შიგნით იმ სტატიას არ წაიკითხავდი ისე უკვე ვერ გაიგებდი თავი იყო რომ ღამე გავატარე ღამე ქვია ამას